ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე უკვე რამდენიმე საათია ცენტრალური ნაძვის ხე განათებულია. რა გვაჩვენა დღევანდელმა დღემ? ოლიგარქის რეჟიმის მსახურები ქუჩაში გამოსვლას ვერ ბაიდავენ. შიშით მათ ნაძვის ხეც ვერ აანთეს. რაც მთავარია, ქართული ოცნების გვერდით აღარ დგას საზოგადოება, აღარ დგანან მათ შორის არც საჯარო მოხელეები და ერთადერთი რის გამოც ძალაუფლებას ინარჩუნებს ახლა ოლიგარქის რეჟიმი არის ძალოვნები. მე-19 დღეა ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე ევროპული მომავლის მცველები დგანან. რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. ცოტა ხნის წინ პირველები ვესაუბრეთ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, რომელიც უერთდება იმ პროტესტს, რომელიც დედაქალაქშია. დიპლომატია აცხადებს, რომ ახალი თაობა აუცილებლად მოიგებს ამ ომს და დარწმუნებული არის იმაში, რომ მათ დაუფასდებათ თავგანწირული ბრძოლა ევროპული მომავლისთვის. მაია ფანჯიკიძის შეფასებით ახლა საქართველოში ახალი საზოგადოება იბადება. ევროპელი და დასავლელი პარტნიორები კი აუცილებლად ქართულ ოცნებას მოსთხოვენ პასუხს იმ სისხლიანი ღამეების გამო, რომელიც ახალგაზრდებს აქ ოლიგარქის გუნდმა მოუწყო. მაია ფანჯიკიძე, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ის ვერ ხედავს, რომ ქართულ ოცნებას სურს კრიზისის დასრულება ქვეყანაში. მისი შეფასებით კრიზისის ერთადერთი რაც ახლა დაასრულებს არის ახალი არჩევნები და დაპატიმრებული უკანონო პატიმრების გათავისუფლება. ვერ ხედავს მართველი პარტია, ვერ ხედავს ქართული ოცნება, რომ ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი. დემოკრატიულ ქვეყნებში ბევრად ნაკლები ხასიათის კრიზისის გამო დაუნიშნავთ ხელახალი არჩევნები. მაგრამ აი ეს, ასე ვთქვათ, ამისი ვერ დანახვა, ამისი არ დანახვა და ჯიუტად იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ხედავთ უკვე რამდენიმე დღეა, განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ, ხო? ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ კონფლიქტის გამოხტვა, მათ არ აინტერესებთ ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა. იმიტომ რომ ახალი არჩევნები ამ საკითხს მოაგვარებდა, ამ კრიზისიდან ქვეყანას გამოიყვანდა, ოღონდ მას რა თქმა უნდა წინ უნდა უძღოდეს ყველას განთავისუფლება, ვინც ამ 19 დღის განმავლობაში უკანონოდ დააკავეს. ზოგს 8 დღე ქონდა, ზოგს 12 დღე ქონდა და იმიტომ გამოუშვეს. არავინ არ გამოუშვიათ ადრე და არავინ არ გამოუშვიათ იმის გამო, რომ მას ჰქონდა ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ასე რომ ეს მათ ვერ უშველის, ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ხელახალი არჩევნები. თუ ესე გაგრძელდა, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ, თუ მათ ვინც თავს თulis ხელისუფლებად გადაწყვიტეს, რომ ამენით ელაპარაკონ მოსახლეობას, ცემონ ისინი მიტინგში მონაწილეობისათვის, დაასისხლიანონ, აწამონ, ხშირ შემთხვევაში დააპატიმრონ და არ გაითვალისწინონ არაფერი, რასაც ქუჩაში გამოსული ხალხი უკვე 19 დღეა ითხოვს, მე ვფიქრობ, რომ შესაბამისი რეაქცია იქნება ჩვენი პარტნიორებისგან. ევროპული მომავლის მცველებს რა თქმა უნდა არ მოსწონთ არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური პარლამენტის შეკრება და არალეგიტიმურად მიღებული გადაწყვეტილებები. შიშით ვერ გაატეხეს გულანთებული ახალგაზრდები ოლიგარქის რეჟიმის წარმომადგენლებმა, ამიტომ ახლა ცდილობენ რეპრესიული კანონები მიიღონ, თუმცა ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი პოზიცია ძალიან მყარად აქვს ჩამოყალიბებული, არაფრის არ ეშინიათ. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა თაყვდება, რომ რეპრესიებით ცხოვრება არ არის ნორმალური, ეს ბუნებრივი არავის არ მოსწონს, ამიტომ ყველა მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ დროულად მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩაატარონ ახალი არჩევნები და ყველა ის ადამიანი, ვინც დაპატიმრებული არის, უნდა დატოვოს საპყრობილე. თავარი რაც არის, დგავართ მეგობრები ერთმანეთის დასაცავად. მეგობრობიდან იწყება ქვეყანაც, მეგობრობიდან იქმნება საზოგადოებაც და ეს არის ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი. უყურებთ ყოველდღიურად რეპრესიებს საზოგადოების წინააღმდეგ და ეს თუ ადრე იყო რაღაცა ფრაგმენტული ქართული ოცნების მხრიდან, ეს უკვე გახდა მასშტაბური და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. და დასრულდება აუცილებლად ქართული საზოგადოების სიმტკიცით და გამარჯვებით. აბსოლუტურად ყველა უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ თანამებრძოლებს, ასე ვთქვათ და თანამოაზრეებს ვერ დავტოვებთ ჩვენი მხარდაჭერის გარეშე და მეორე მოთხოვნა, რომელიც ასევე საზოგადოებას და უმეტესობას გვაქვს, რომ ჩატარდეს ხელახანი დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევნები. სანამ ეს ორი მოთხოვნა არ შესრულდება, ჩვენ აქ ვიდგებით. იძირება გემი, რომელსაც ქვია ქართული ოცნება, რომელიც რუსული ოცნების შინაარსს ატარებს.
იწირება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ მარტივ ვითარებაში, იმიტომ რომ ეს გემი ცდილობს, რომ ჩაგვიყოლოს ჩვენ. ეს პროცესი, რომელიც არის ჰორიზონტალური და დეცენტრალიზებული, ეს გაიმარჯვებს ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ მივაღწევთ აი მომაღლის წერტილს, სადაც მიდიოდა ქართველი ადამიანის მენტალური განვითარება. ეს არის რეალურად დემოკრატიული და სამართლიანი წყობა. რა გამოსავალი აქვს ივანიშვილს? იშლებიან. შეიძლება სადოს ეს რუსული გეგმის მიხედვით ტაქტიკური უკან დახევა, ხომ თქო პატიმრები გამოუშვას და სხვა. ეს არის ისევ და ისევ რუსული წესი, რაღაცა სტრატეგია, რომ შემდეგ მომძლავრდეს, მაგრამ ვეღარ მომძლავრდება. ყველას კარგავს. იშლება ეს სისტემა, უბრალოდ ეს პროცესია და ჩვენც არ უნდა დავიღალოთ. უფრო და უფრო შორდება თავრობა თავის ხალხს. ჩვენ უბრალოდ არქიტექტურის დონეზეც ხედავთ იმას, რამხელა ბარიერებს აშენებენ. არა და ეს უნდა იყოს ჩვენ ხმას უნდა ახმოვანებდეს ხომ პარლამენტი და არა და ჩვენ ხედავთ რომ ჩვენც ვერ მივდივართ და თვითონ ხო საერთოდ არ ვერც გამოდიან და არც გამოესვლებათ. მათ უკვე ყველანაირი გზა მოიჭრეს ხალხთან სალაპარაკოდ. რაც არ უნდა გააკეთონ მართლა თუნდაც ნაძვის ხეა ამთონ უკვე მათ წინააღმდეგ მუშაობს დროის ამბავია და ჩვენი გამძლეობის და არ უნდა გავტყდეთ იმიტომ რომ მარტო იმიტომ რომ სასწოროზე მართლა მთელი სამშობლოა და საქართველო. ნაძვის ხის ამბავიც ყველამ ვიცით რისთვის იყო განკუთვნილი და ესეც რომ არ გამოვიდა, ესეც უკვე იმას ნიშნავს რომ უკვე გამარჯვებისკენ კიდე ცოტა დრო დაგჭა, მაგრამ მაინც დრო არის და ჩვენ არ უნდა დავნებდეთ და უნდა ვიყოთ ბოლომდე. რაც თავარია არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი მოთხოვნები, რაც არის უპირველეს ყოვლისა დაპატიმრებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები. დრო ოცნების წინააღმდეგ მუშაობს. ოლიგარქის გემი იძირება, გამარჯვება ძალიან ახლოს არის. ეს არის აქ შეკრებილი ადამიანების მთავარი სათქმელი დღეს. ევროპული მომავლის მცველები აცხადებენ, რომ მათ დადეს პირობა, რომ იბრძოლებდნენ ბოლომდე და პირობის დარღვევას არავინ არ აპირებს. დღეს მე-19 დღეა პროტესტის, 19 დღეა ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე მოდიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მომავალს იცავენ და აცხადებენ, რომ ეს ბრძოლა და შეკრება საკანონმდებლო ორგანოსთან არ დასრულდება იქამდე, ვიდრე მიზანს საბოლოოდ არ მიაღწევენ.